პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფს. გავეცანით თქვენ საჯარო განცხადებას, საჯაროდ ვეკითხოთ გადასცეთ ბატონ პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ მასკარადში, რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას. ამის სურვილი არ მაქვს და თავადაც გირჩევთ დაფიქრდით. ასეთია უსუფაშვილის მიმართვა. მაშასე რას უპასუხებს უშიშროების საბჭოს მდივანი პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებებს და რა კონტრარგუმენტი აქვს პიარ აქციასთან დაკავშირებით? გიგაბოკერია პირდაპირ ეთერში და აქვე ჩვენი ინტერაქტივი უნდა დაესწროს თუ არა პრემიერი უშიშროების საბჭოს ხდომას. საღამომშვიდობის ბატონო გიგა. დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. პირველი კითხვა რომელიც უკვე დავსვი ეთერში იყო უარი პრემიერის მხრიდან შემოთვლილი, ასევე უარი იყო დავით უსუფაშვილისგანაც და თქვენ მოისმინეთ რომ ისინი აცხადებენ რომ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ სააკაშვილის პიარ აქციაში. თქვენი შეფასება? მქონდა საშუალება რომ კომენტარი გავუკეთებინ, ამით იმაზე მე ვთვლი რომ ეს გადაწყვეტილება და ეს პოზიცია არის ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი და აბსოლუტურად გაუგებარი. იმიტომ რომ საქმიანი დისკუსია ამ თემებზე მიუხედავად ჩვენ შორის არსებული დიდი განსხვავებისა სხვა პოლიტიკურ საკითხებში, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით რეაქციის ტაქტიკის შემუშავებაში, მოქმედებაში თუ მოქმედობაში დღევანდელი მთავრობის მნიშვნელოვანია რომ ამის მიუხედავად იყოს საქმიანი დისკუსია. უშიშროების საბჭო არის ზუსტად ის ფორმატი, სადაც მთავრობაა წარმოდგენილი პირველ რიგში, სადაც უნდა იყოს შესაძლებლობა ამ დისკუსიის, მათ შორის ურთიერთგაცვლის აზრების, საგარეო პოლიტიკურ ტაქტიკაზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. და ამ საქმიან დისკუსიაზე უარის თქვა გაუგებარია მთავრობის მხრიდან, რომლის ერთ-ერთი მთავარი საერთოდ და ამ მომენტში აშკარად მთავარი სატყივარი უნდა იყოს ამ პრობლემაზე ფოკუსირება, რასაც მცოცავი ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და რუსული აგრესიის ამ ფორმით გაგრძელება ჰქვია. ბატონო გიგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გითხრეს უარი მოსვლაზე? მაგალითად, იგივე ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი მარგველიშვილი ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი თავისი ქვეყნის ოპოზიციაშია, მსგავსი სხდომა შედეგს ვერ მოიტანს. წეგან თქვენ ახსენეთ მთავრობის ტაქტიკა. რა ტაქტიკაზე საუბრობ და როგორ ფიქრობთ, რატომ იყო უარი? თქვენ პოლიტიკოსი ხართ გარდა უშიშროების საბჭოს მდივნობისა. დიახ, გისმენთ. დიახ, პირველ საკითხზე ამოვწურებთ შეიძლება და ალბათ მართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება სწორედ ამ პრობლემატურ დამოკიდებულებაში ჯდება სამწუხაროდ. გასაგებია პოლიტიკა არსებობს კონკურენცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ პოლიტიკურ ძალებს შორის აი როგორ უარყოფითადაც არ უნდა უყურებდნენ ისინი ერთმანეთს, ესეთ საკითხებზე ჯდებიან იმ ფორმატებში, რომელიც არსებობს კონსტიტუციით განსაზღვრული და აქვთ დისკუსია. ეს ჭირდება ქვეყანას. ესე იქცევიან პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები და ხელისუფლების მეთაურები. ეს შეფასებები საკუთარ ქვეყანას უდგას ოპოზიციაში. მე ვთვლი და ალბათ პრეზიდენტის შეფასებას თქვენ უცნობი არ არის, თუ რამდენად კრიტიკული ვართ არსებული გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ ყველა საკითხში. ხო, ეს არის პრემიერი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, ტერაქტების ფარველობას და არ გავაგრძელებ, ეხლა არ მინდა რომ ეს იყოს ესეთ კონფრონტაციული საკითხი, იმიტომ რომ მე მართლა ვარ შეშფოთებული, რომ იქამდე მივიდეს ყველაფერი, რომ დღევანდელი მთავრობა, მისი პოლიტიკური სახეები და პრემიერი ბილურში, მათ შორის ისეთი ზომიერი პოლიტიკოსი, როგორც ბატონი უსუფაშვილია, იმ კლიმატში არიან საკუთარი გუნდის შიგნით, რომ არ შეუძლიათ საქმიანად დაჭდენ და ისე უბრალოდ. რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო? მე ერთხელ თქვი უნდა გავიმეორო, მე არ მაქვს ამბიცია ზოგიერთი დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირისგან განსხვავებით, რომ ან ფსიქოლოგიურ ცოდნას და ფსიქიატრიულ ცოდნას ფლობ და ანალიზს გავუკეთებ ფსიქოანალიტიკურს, ვინ რატო აკეთებს. მე ვხედავ ნაბიჯებს და მაქვს ჩემი შეფასება ამ ნაბიჯების. აქ იქნა ნახსენები რაღაც მასკარადი და პიარი და შემდეგ მინდა ერთხელ თქვი უნდა გავიმეორო, რომ უშიშროების საბჭოს ხდომები არის დახურული. ანუ ის განხილვა არ გადმოიცემა მედით და იმ განხილვის დროს არაფრის ჩვენება არ ხდება. ხო, პრეზიდენტ შეუძლია განცხადება გააკეთოს დასაწყისში, ეს განცხადება შეუძლია გააკეთოს უშიშროების საბჭოს ხდომა, რომელიც არ ჩატარდეს. გასაგებია რომ ჩვენ შეიძლება დავრჩეთ კრიტიკულები ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ თვითონ ხდომა არის დახურული. ჩვენ მქონდა ორი ხდომა და ამ ხდომების მერე იქ მყოფმა ადამიანებმა განსაკუთრებით პირველ ეტაპზე ყველამ თქვა შიგნითაც და გარეთაც რომ იყო ძალიან საქმიანი ატმოსფერო. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ სხდომის დროს განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო არის უუნარო და არაეფექტური ესეც. ამიტომ დეტალებში ვიყოთ ზუსტი თუ შეიძლება თქვენ არ გიხებოთ ეს ბატონ მინისტრს ეხება პირველ რიგში თავდაპირველად როცა შევიკრიბეთ პირველ ხდომას და მეორე ხდომის განმავლობაში ეს განცხადება არ გაკეთებულა. უბრალოდ მე როცა უკვე მეორეჯერ რატომღაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება რომ არ დასწრებოდა რაღაც უნდა გაემართლებინათ ეს
და ეს ახალი რამე მოიგონეს, რომელიც სრულ წინამდებობაში იყო იმასთან, რასაც იძახდნენ სულ ცოტა ხნით ადრე, ხო? და არანაირი იქ მასკარადი არ ყოფილა, იყო საქმიანი საუბარი. ხა მე ვერ გეტყვით, რომ მაყოფილი ვიყავი იმით, რაც მოვისმინე ჩვენი მთავრობისგან, გენშტაბის პრეზენტაცია იყო ერთ-ერთი ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხზე, მოიხსენებათ ერთი ხმა მიეძღვნა ტერაქტებს ქართული ჯარის წინააღმდეგ. აი ამ პრეზენტაციით და ამ ინფორმაციით ვიყავით ყველანი ძალიან კმაყოფილი. სხვა მხრივ ხა არც მე არა ვარ კმაყოფილი, ჩემი შეფასებები ძალიან კრიტიკული, როგორც კომპეტენციაზე, ისე შიდა კოორდინირებაზე ახალი მთავრობის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნორმალური ქვეყანაა, სადაც ჯდებიან და საუბრობენ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არის აბსოლუტურად მოგონილი რაღაცა, რომ იქ რაღაც უნდა ყოფილიყო შოუ უბრალოდ იმიტომ ვერ გაიმართება, რომ ამის ტრანსლირება საერთოდ არ ხდება. ამიტომ ეს არის ძალიან ძიმე დიაგნოზი ახალი მთავრობის, რომ პოლიტიზირება ამ სიტყვის ცუდი გაგებით დამოკიდებულების საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამეა და ყველა მიცის, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე პრეზიდენტი არის იმ გუნდის ლიდერი, რომელიც ოპოზიციაშია და ქვეყანას მართავენ თლიანად ახალი გუნდის წარმომადგენლები, რამოდენიმე ფუნქცია დარჩა პრეზიდენტს, რომელსაც დე ფაქტო ის ახორციელებდა, მიუხედავად რომ კონსტიტუციაში ბევრად მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ეს იყო პოლიტიკური გაწყვეტილება, სწორი გაწყვეტილება. ამის მიუხედავად უნდა იყოს არა მარტო შესაძლებლობა, აუცილებლობა არსებობს იმის, რომ ეს საკითხების დისკუსია გქონდეს. თუმცა საინტერესოა რამდენად კი ბატონო დაასრულეთ და მე შემდეგ კითხვას დაგისვამ. დიახ, თუ გნებთ ამაზე მკითხეთ, რომ მე აღარ დაუბრუნდეთ ამ თემას, ამ ძალიან საგანგაშო. თუმცა თქო რამდენად მეთქი გამოგივათ ამ საპრეზიდენტო არჩევნების მერე დაუშვა თუ კი ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ამბობს, რომ კოაბიტაცია მთავრდება 27-ში და ძალიან ბევრის ვარაუდით დაიწყება დაჭერები ყოფილი მაღალჩინოსნების, რამდენად გამოგივათ ამ ფონზე შემდეგ რაღაც რამოდენიმე თემას შეეხეთ ხა ერთად. მოგდი პირველ თემას დაუბრუნდებით მაშინ, დავასრულებ, სანამ არსებობს ის ვითარება, რომ პრეზიდენტი არის ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ხოლო მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას რეალურად არის მეორე გუნდის, უშუალოდ საბჭო არის ის ფორმატი, ეხლა და ჩემი აზრით უნდა დარჩეს მერეც, იმის და მიუხედავად ერთ და იგივე გუნდის წევრები იქნებიან პრეზიდენტის სავარძელში თუ მთავრობაში თუ არა, სადაც ასეთ კრიზისულ ვითარებაში ხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და კოორდინირება. ეს არის ნორმალური პროცედურა. რაც შეეხება იმას, რომ კოაბიტაცია დამთავრდება, თუ გაიმარჯვებს მართველი ასეთ პირობას დებს მარგოლას. მართველი ბუნებრივია მასურს რომ გაიმარჯვებს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. დამთავრდება, მაშინ უშუალოდ საბჭოში იქნება ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იქნებიან და იქ უნდა შეიკრიბონ ხოლმე და ისაუბრონ. რაც შეეხება ძირითად პოლიტიკურ ოპოზიციას, მათთანაც უნდა ქონდეს კონსულტაციები, შეიძლება უშუალოდ საბჭოს პარლამენტში, შეიძლება გარეთ, მინდა გაგახსენოთ, რომ წარსულში უშუალოდ საბჭოს ხმაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მოწვევა ხდებოდა. უკაცრავად ეს უნდა მეკითხა. მე არ მახსენდება ასეთი რამ, რომ დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულიყო ასეთი ტიპის შეხვედრები, არავის არ უსმენდნენ. მაშინ საკუთარ ოპონენტებზე მაქვს საუბარი და ერთ შეფასებაზე გაადიხართ, სწორად უსმენენ თუ არა. მოძრაობის. ცდებიან ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ, რამოდენიმე ჯერ მოხდა მოწვევა ოპოზიციის უშუალოდ საბჭოზე, შეგიძლიათ არქივში ნახოთ ეს, შეიძლება თქვენ თქვათ, რომ უფრო მეტჯერ უნდა მომხდარიყო, თუმცა ყოველთვის ეს ინიციატივა იყო ხოლმე პრეზიდენტის ინიციატივა, რომ მოწვეული ყოფილიყვნენ, პლუს მინდა გაგახსენოთ განსხვავება. ეხლა ოპოზიცია არის ბევრად უფრო ძლიერი, იმიტომ რომ პარლამენტში არის ძლიერად წარმომადგენელი და პრეზიდენტი არის ოპოზიციური გუნდის წარმომადგენელი, ესეც დამატებით ფაქტორია მნიშვნელოვანი, მაგრამ ამასაც რომ დავიდამარებოთ, წარსულში ხდებოდა ხოლმე ოპოზიციის მოწვევა, მაგრამ ეს მე გავიხსენე იმიტომ, როცა თქვენ კითხეთ, როგორ უნდა იყოს მომავალში თქო. ეს არ არის ვალდებულება, რომ ოპოზიცია მოწვეული იყოს, გააჩნია საკითხს, სხვა ტიპის კოორდინირებასაც შეიძლება ქონდეს ადგილი, მაგრამ როდესაც არის ესეთი კრიზისი, უშუალოდ საბჭო ეს ინსტიტუტი არის იმისთვის შექმნილი კონსტიტუციით და ჩვენი კანონმდებლობით, რომ ამ ფორმატში უნდა ხდებოდეს ამ საკითხის განხილვა. კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ საკითხს, რომ აქ შეცდომა, როდესაც ესეთი შტაბ-შტება შეიქმნა, როგორც ჩანს პრემიერს განსაკუთრებით თავიდან, რომ ასე გონდა, რომ უშუალოდ საბჭო ეს რაღაც ცალკე ორგანოა, ან მეწარმოადგენ მას, ან პრეზიდენტი უშუალოდ საბჭო არის ძირითადად მთავრობა, 90% ამ ორგანოში არის დღევანდელი მთავრობა. და მინდა დავამატო ერთ საკითხს, რომ უახლოეს წარსულში განვითარებულ მოვლენებმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ჩვენ ახალ მთავრობას აქვს საკუთარი თავის შიგნით კოორდინირების უმძიმესი პრობლემა. რაც გულისხმობთ? ანუ გულისხმობთ უნდა ჯიჰადის ვიდეოებზე შექმნილ ვითარებას, რომელიც თქვენ ეთერში გახდა თავდაცვის მინისტრის მხრიდან. ჩემი აზრით ლეგიტიმური კრიტიკის საგანი და მე უცებ გაიგო, რომ საქმე გახსნილია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოებას არეუნებიან, რაც აბსოლუტურად ანუ ეს არის ღია დაპირისპირება თუ კომუნიკაციის პრობლემა? მე არ შევდივარ სპეკულაციაში, ხალხთუნენგა, მე პოლიტოლოგი არ გახლავარ და პოსტოში არც როგორც პოლიტიკოსი ეხლა ამ სპეკულაციაში არ შევა. როგორც მინიმუმ ხო კოორდინირების ნაკლებობა, როგორც შეიძლება ეს ასე იყოს, ხო? თავი რომ დავანებოთ, რომ აბსოლუტურად არადამაჯერებელია, რომ უცებ მოიხსნა აუცილებლობა საგამოძიებო საიდუმლოში, როცა საჯარო კრიტიკა გაისმა თავდაცვის მინისტრის მხრიდან, ეს ხო? ეხლა იმ შეფასებაში აღარ შევა, რამდენად არადამაჯერებელი იყო ის ვერსია, რომელიც მოგვაწოდეს. დაუბრუნდეთ ძირითად საკითხს. რაც შეეხება თქვენ მეორე კითხვას დამისვით, თუ სხვა კითხვა დამისვით, მეორე კითხვა დამისვით,
ქმედება უმოქმედობაზე. დიახ. ჩემი პოზიცია ესეც აქ არაფერს სურპრიზს ვერ შემოგთავაზებ, ცნობილია ჩვენი გუნდის პოზიცია ამას დაკავშირებით პირადად ჩემი. მე ვთვლი, რომ რეაქციები ამ უაღრესად სახიფათო და ტრაგიკულ მოვლენაზე, რასაც ქვია საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, თორსავი ოკუპაცია, იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პრაქტიკულად განადგურება, ამ სოფლების განადგურება საბოლოო ჯამში, ზოგიერთებისთვის ფუნდამენტურად შეზღუდვა გადაადგილების, დამატებით პერსპექტივაში ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საფრთხის ქვეშ დაყენება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ თუ რუსეთის ფედერაციას მიეცემა შესაძლებლობა იგივე აბსოლუტურად უკანონო ლოგიკით, არალეგიტიმური ლოგიკით გააგრძელოს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და იქ გამაგრება პოზიციების, ეს ხაზი საბჭოთა საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე, ბაქოს უბსის გასადენზე, ელექტროგამყარ ხაზზე ძალიან ახლოს მოდის საოკუპაციო ხაზთან. დასავლეთ ფრონტზე ოკუპაციის იგივე ტიპის განცხადებები გაკეთდა განმუხურთან დაკავშირებით. ანუ ეს ყველაფერი გარდა დღევანდელი ტრაგედიისა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების და დამატებით ტერიტორიის დაპყრობისა, იქ სადაც ეს დღეს უკვე ხდება დიდ შიდადოვანში, პოტენციურად სხვა სახის დიდ საფრთხეებსაც შეიცავს. თუმცა თქვენი ოპონენტები მუდმივად გახსენებენ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ 2008 წელს და ძალიან ბევრჯერ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებებიც, რომ სააკაშვილი არის ეჭვმიტანილი იგივე ომის დაწყებაში, რომ შესაძლებელია მოხდეს კიდეც უარესი განცხადებების გაკეთება. კი ბატონო, მე ვცდილობ, რომ ყველაზე ისეთი შუალედური გავიხსენო. ანუ ეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობა და ეს პრეტენზიები ახალ ხელისუფლებასთან გაუგებარიაო. ქართონეგა მაქსაკიცას დაუბრუნდები ერთ წამში, ჯერ იმის და მიუხედავად როგორი იყო წინა მთავრობა, დღეს ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა და ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ უაღრესად საშიში პროცესზე, კერძოდ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა. ხო? კერძოდ განცხადება იგივე პრემიერ-მინისტრის და ბატონი აბაშიძის, რომელიც დღეს მეგონი თქვენ თორში იქნება, რომ სადაც მათ გაახმოვანეს, ციტირება მოვახდინეთო, ესე თქვეს, რომ ამის მიზეზი თურმე არის ოლიმპიური თამაშები. ბატონი აბაშიძისგან მე მოვისმინეთ შემდეგ გასაკვირად, ის როგორც წესი ძალიან კვალიფიციურად საუბრობს ხოლმე, რომ არ ვეთანხმებოდე შინაარსში, მან თქვა, რომ ჩვენ დასავლელი პარტნიორების გვეთანხმებიან, რომ ოლიმპიური თამაშები შეიძლება იყოს კავშირშიო და სხვა საზღვრებზე თუ ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე თუ რუსეთის ფედერაცია გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს. და ეს ისეთი იმ ტიპის სისულელეა მე ბატონ აბაშიძეს არ გულისხმობ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ამის გამეორება როგორც შესაძლო ლეგიტიმური ვერსიის არის აბსოლუტურად გაუგებარი ჩვენი ქვეყნის მხრიდან. ანუ გავიმეორო, დიდში და დვანში მავთულ ხართები. როგორ იცავს სოჩის ოლიმპიადას ტერაქტები. ამაზე ალბათ ბატონი ზურაი მოგვიანებით გავხსენს პასუხი თქვენი შეფასება. რუსეთის ფედერაციის შიგნით არის დაღესტანი და ჩეჩნეთი. არის კერა თავარი საფრთხისა ტერორიზმის, ეს არის მე გავიმეორებ ჩვენთვისაც საფრთხე და მეორეს მხრივ თუ კი საქართველოსდან ვინმე სურს რომ იქ შეაღწიოს, რაშიც მე გამოვრიცხავ რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, ძველი ხელისუფლება ამით დაინტერესებული იყოს ან პირიქით ხელს არ უშლის ეს რაღაცებს და რომ უნდადეს ვინმე შეაღწიოს, ჩვენ გვაქვს ათობით, ასობით კილომეტრი, სადაც ვერ მოესწრება ოლიმპიადამდე მართულ ხარტების გავლება და ტერორისტებს თუ სამე გადასვლა უნდა დიდში და დვანში არ მივლენ. და სხვაშორის ის ციტირებაც ბატონი აბაშიძის და რუსეთის პრემიერის ამას გულისხმობდა, რომ პარტნიორები რაღაცას ეთანხმებიან ჩვენი, ერთი პარტნიორები სხვადასხვანაირები არსებობენ, ახლა ზოგიერთ პარტნიორი შეიძლება სრულ სისულელეს დაეთანხმოს. მაგრამ ჯეიმს აპატურაის განცხადება ნახეთ ჩვენ ყველამ საქართველოს მართლა დიდი მეგობრის, ეს არის ნატოს გენერალური დირექტორის თანაშემწე ამ რეგიონს ვინც კურირებს და მან თქვა რომ გაკვირვებულია რომ რა შუაშია საერთოდ ოლიმპიადის უსაფრთხოება დიდთან დვანთან. და ნატოს გენერალური დირექტორმა რასმუსენმა პირდაპირ განაცხადა რომ ამით უსაფრთხოების დაცვა საერთოდ აფერშუაში არ არის. ბატონო გიგა, მოდით ერთ შეკითხვას დაგისვა. და აქედან გადავდივარ ბატონ ზაქარიაშვილის უცნაურ განცხადებაზე, რომელიც ასევე ჩვენი სტუმარი იქნება დღეს. რომელიც ვიხილე და ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე მინდა რომ გაკვირვება გამოთქვა, მან თქვა რომ რასმუსენის მიუთითებს კავშირზე ოლიმპიადასა და უსაფრთხოებას ოლიმპიადისა და ამ მართულ ხარტებს შორისო. კავშირზე კი არ მიუთითებს, მიუთითებს კავშირის არქონაზე. ასე რომ ჩემს აბსოლუტურად გაუგებარი როცა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება ეძებს ზოგჯერ რბილად, ზოგჯერ ხისტად, ზოგჯერ აბსოლუტურად რაღაცა არგუმენტებს როგორ გაამართლოს რუსეთის მოქმედება. ბატონო ზაქარიშვილმა ისიც კი თქვა, რომ არ ხდება გადმოწევაო. როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბსოლუტურად სწორად გააკეთა განცხადება და აბსოლუტურად სწორ კამპანიას აწარმოებდა, თუმცა შეიძლება შენიშვნები მქონდეს ამ მიმართულებით. სრული კაკაფონიაა და ეს ასუსტებს ჩვენ ნაციონალურ ინტერესებს. თუ არ შეიძლება შერეული გზავნილი ისმოდეს, ასეთ საკითხებს, რომ ამ კამპანიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს არის ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი რუსული აგრესიის შეჩერების. და როცა ერთ-ერთი მინისტრი აცხადებს, რომ ჩვენ არ ავყვებით რუსეთს პროვოკაციაში, იმიტომ რომ რუსეთს სურს რომ არ იმეგობროს ჩვენთანო, ეს უბრალოდ სისულელეა, ხო? როცა გესმის განცხადებები, რომ ყველაფერს ხوار უჩხილკედელობ და სხვა შორის კარგია რომ თქვენ ციტირება მოიყვანოს, იმ 14000 მეჩერ აღნაში რაღა ეს ამოარჩიეთო. ეხლა ეს
მე არ მინდა ვთქვა რომ შეგნებულად, მაგრამ ცინიკური გამოთქმა გამოვიდა. ჯეთი ეს ადამიანი ჩვენ კი შეარჩიეთ, პუტინმა შეარჩია. ეს ადამიანი იყო ყველა რუსულ სამეფო საშუალებაში როგორც სიმბოლო. ადამიანის ვინც ბომბავდა საქართველოს, ვინც ჩვენს უფლებს დაბომბა და ეს არჩევანის რუსეთის ფედერაციამ გააკეთა. ჩვენივე მთავრობა ეძებდეს არგუმენტებს როგორ გაამართლოს რუსეთის ფედერაციის მოქმედებები, ან არ გაამართლოს, მაგრამ რაციონალურად ახსნას, არის გაუგებარი როგორც შიდა აუდიტორიასთან საუბარში და შიდა დისკუსიაში ქვეყანაში, ისე გარეთ. კი ბატონო, მოდით ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება. ოკუპაცია მთავარი თემა, უпростоრედ აი ის ყველაფერი, ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, იმ საბჭოს სხდომის მოწვევის, რომლის ინიციატივითაც დღეს გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ახლა როდესაც ესე ვრცლად საუბრობთ ამ საფრთხეებზე და არსებულ რეალობაზე, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს არ აინტერესებთ ეს თემა? არ აწუხებთ ეს თემა? მე არ მიყვარს ხოლმე სპეკულაცია, მე იმედი მაქვს და მგონია რომ რა თქმა უნდა მაინც აწუხებ, თუმცა აქვს ჩემი აზრით ფუნდამენტურად არაზუსტი და არასწორი მიდგომა, რაც ასუსტებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს. სხვაშორის ამიტომაც რომ შევიკრიბოთ ხოლმე რომ გავცვალოთ ეს აზრები დეტალებში, მაგრამ მგონია რომ აქ ფაქტორი ასევე არის აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკური ოპონენტის ნაციონალობის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, რაც აჩვენებს კარგ შემთხვევაში ინფანტილიზმს ამ გუნდის და უპასუხისმგებლობას. სულ შემთხვევაში რასაც ჩვენებს, იმას არ ვიტყვი. კარგით, როცა ოკუპაციაზე საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვაზე, ნებისმიერი თქვენი ოპონენტი მომენტალურად იხსენებს ხოლმე, როგორ დაიძაბა სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას ეს ურთიერთობა, შეგახსენებთ იგივე ლილიპუტის თემას, ფეკალიების თემას და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც დღეს ჩვენ მათ პრეტენზიებს უყენებთ ამ შემთხვევაში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათი მხრიდან მუდმივად ისმის ხოლმე სწორედ ეს, რომ ურთიერთობა დაძაბა სააკაშვილმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი რიტორიკით, რომ ყველაფერი დაიწყო რეალურად 2008 წელს. აი ეს არის თქვენ ჩემზე კარგად იცით მთავარი კონტრარგუმენტები. ვიცით და რის ციტირებასაც თქვენ ახლა ახდენთ, აქ არის რამოდენიმე ღრმა ფუნდამენტური შეცდომა. ერთზე მოგახსენეთ, რომ ახალი მთავრობა ყოს და ფოკუსირება იმაზე ადრე რა როგორ მოხდა და ამ საბაბით გამართლება დღევანდელი უმოქმედობის ან ცდარი ნაბიჯების თავისთავად ძალიან დიდი შეცდომა, ეს ერთი, მეორე. რუსეთის ფედერაციასთან დაძაბულობა 2008 წელს კი არ დაიწყო. დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. ისტორიით 1921 წელს საფრთხეშმა დაგვიპყრო და 90-იან წლებში მოხდა დე-ფაქტო ოკუპირება დიდი ნაწილების ამ ტერიტორიების და ეს დაძაბულობა. რა თქმა უნდა 2008 წელს იყო ერთ-ერთი პიკი ამ დაძაბულობის და ეს დაძაბულობა ნაციონალურ მოძრაობას ან პრეზიდენტ სააკაშვილს კი არ შეუქმნია. ეს შექმნა რუსეთის ფედერაციის აგრესიამ. ისევე როგორც დღევანდელი მოქმედებები არის შექმნილი არადღევანდელი მთავრობის, რომლის მიმართაც მე ძალიან კრიტიკული ვარ, არამედ რუსეთის ფედერაციის. აქ შეიძლება ვიდაოთ რეაქციები, როგორ უნდა ყოფილიყო ადრე თუ დღეს. რაც შეეხება კერძოდ ამ საკითხს და ეხლა აღარც შევალ იმ დისკუსიაში ომი დაიწყო სააკაშვილმა, რაც არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემი აზრით პოლიტიკურად და სხვა მხრივაც აბსოლუტურად უსინდისო სიცრუე, ხო? და საკუთარი ქვეყნის დამაზიანებელი სიცრუე თანაც თავარია და სხვა მრავალი განცხადება ასეთი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს, ხო? იგივე მცოცავი ოკუპაცია, ანუ მცდელობა, რომ იმ საბაბით რომ იქ ჭალებში სახელმწიფო საზღვარს ატარებენ, გადმოეწიათ, მართლაც დაიწყო პირველად იქნა არტიკულირებული, ანუ გახმოვანებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოხუმში და ცხინვალში 2009 წელს, შემდეგ იყო მცდელობები 2011 წელს და ბუნებრივია საქართველოს მთავრობა მაშინდელი ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, აკეთებდა ყველაფერს, რომ ამისთვის ხელი შეეშალა. მე ვიძახი, რომ ჩვენ გქონდა ან დღევანდელ მთავრობას აქ, რაც აბსოლუტური ინსტრუმენტები გარანტირებულად შემაჩერებელი, ასე არ არის, მაგრამ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამას ხელს შეუშლის და ის რაც არ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გქონდეს კარგ შემთხვევაში შერეული გზავნილი და ვეძებდეთ რაღაც საბაბებს, რომ გავამართლოთ ეს აგრესიული მოქმედება. კი ბატონო, მოდით ერთ კითხვასაც დაგისვათ და ჩვენი საუბარი. ერთი რამე დამავიწყდა, კაპიტანი დიდი ბოდიში თქვენ კითხვა დამისვით. მე მესმის, რომ იყო წინასაარჩევნო დაპირება, მე ამას უწოდებდი ილუზიას. აბსოლუტურად. რას გულისხმობთ, რომელ წინასაარჩევნო რომ დაალაგდებოდა ბჭყალებში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები, თუ კი გაიმარჯვებდა ეს გუნდი, ქართული ოცნება და ეს რომ გავამარტიო ახლა, რა თქმა უნდა, უფრო რთულად წარმოედგინათ, რაც აბსოლუტურად ჩემთვის გაუგებარი, აბსოლუტურად გაუაზრებელი ლოზუნგები იყო, რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში, რომ იყო ინსტინქტი, რომ დავაბრალოთ სააკაშვილს და მის გუნდს ყველაფერი, მათ შორის სრულიად უსინდისო და უპასუხებლად ომის დაწყება და ყველა პრობლემა და აი ამითი და სხვა რიტორიკის შეცვლით ჩვენ ამ უზარმაზარ პრობლემას შევცვლით. ეს იყო დიდი ილუზია, ეს იყო დიდი შეცდომა, უბრალოდ ვერ გააზრება იმისი რამხელა სტრატეგიულ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში და ეხლა როცა ვხედავთ, რომ ეს შედეგი ამ შედეგის მიღწევა არათუ ძნელია, პირიქით გვაქვს გაგრძელება აბსოლუტურად აგრესიული ნაბიჯების, განსაკუთრებით ახალი გუნდის
შეთავაზებების ფონზე დიალოგისა აი ესეთი პასუხი მივიღეთ. ეხლა ხდება რაღაც აი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო რომ გაიმართლონ თავი ზოგიერთებმა იგონებენ თქოს ეს პრობლემა არ არის, ან ეს პრობლემა ადრე დაიწყო და არაუშავს. გავიგე, ეს უხერხული მდგომარეობაა პოლიტიკურად, რომ მცდარი იყო ესეთ დაპირებების გაკეთება, მცდარი იყო ის ნაბიჯების დიდი ნაწილი, არა ყველა, რომელიც გადაიდგა, მაგრამ ამას ქვეყნის ინტერესები ხო არ უნდა გადაუყენოთ. კარგი და ბოლოს შეკითხვა. თქვენი კითხვიდან ლილიპუტინი ახსენეთ. კარგია რომ დეტალებში ვიყოთ კორექტულები, მე თქვენ არ გულისხმობთ მაინდა-მაინც ის, ვინც მოიგონა ეს მითი. არც ერთ განცხადებაში პრეზიდენტ სააკაშვილს არ უწოდებია პრეზიდენტ პუტინისთვის ლილიპუტინი. არსად. ეს არის მოგონილი. ჩვენ ძალიან ბევრი გამონათქვამი გვაქვს მოსმენილი, მეორეც თქვი ფეკალიების თემაზე. ხო, მე ფეკალიებზე ხო არ მithქვია, ეგ გამონათქვამი ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონ ოქროშვილს მართლა ეკუთვნოდა და ეს გამონათქვამი იყო სერიოზული შეცდომა, ჩემი აზრით, მაგრამ როდესაც ფაქტები მოყავს, ასეთ სერიოზული ფაქტი მათ შორის დიპლომატიურად არაკორექტული გამონათქვამის. კარგით, მე ძალიან წუხარ რომ ამ წუთას არ მაქვს იმის საშუალება რომ არქივიდან ამოვიღო მსგავსი ფრაზები. ქალბატონიკო, მსგავსი არა, ეს ფრაზა არ უთქვამს, მე მახსოვრობას არ უჩივი საერთოდ თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. რაც მე არ უჩივი ისე დიდად. არა, თქვენ როგორც ჩანს, ვინც მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, ის უნდა უჩიოდეს. ეს იყო კლიშე, რომელსაც ოპონენტები იძახდნენ. მე იმის თქმა კი არ მსურს, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს იყო პრობლემა ან ამის მოგონება, ან ვინმეს ეს რო ეთქვა, ეს უბრალოდ არასწორი იქნებოდა და არადიპლომატიური. პრობლემა არის ბევრად უფრო ღრმა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციას არ სურს შეეგუოს, რომ საერთოდ მისი მეზობელი ქვეყნები გახდნენ დამოუკიდებლები. თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში და ეხლა უკვე ლიტვასთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ ხო რა გვესმოდეს, რომ ეს არის სტრატეგიული ხედვა აგრესიული რუსეთის და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და მყარები და არ უნდა მოვიგონოთ აბსოლუტურად პოლიტიკურად ბრიხული რაღაც მიზეზები და საბაბები, რომ გავამართლოთ მათი მოქმედება, ან თქვათ, რომ სიტუაცია არის უკეთესი, ვიდრე ის სინამდვილეში არის. ბოლო კითხვა. ბატონო გიგა, იმის მიუხედავად, რა პასუხიც თქვენ მიიღეთ პრემიერ-მინისტრისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან, შაბათს უშიშროების საბჭოს ხდომა მაინც შედგება? მე ჩემ პირადი აზრია საჯაროდ უკვე დავაფიქსირე, უშიშროების საბჭოს ხდომა შეიძლება მხოლოდ შედგეს თუ მთავრობას სურსეს და თუ მთავრობა მონაწილეობს. გასაგებია. ძალით როგორ შეიძლება ეს მოხდეს? თუ დააკვირდებოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, ეს იყო თხოვნით მიმართვა, რომ როდის გსურთ და ხო არ შევიკრიბეთ. იქ არანაირი სხვა ტიპის პოლიტიკური შეფასებები არ გაკეთებულა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.